ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსკნენ და საქმის გარემოებები კიდევ ერთხელ შეაჯამეს. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. ბრალდებული უკვე რამდენიმე თვეა ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს თავს არ დასხმია. შესაბამისად, დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. დღევანდელ პროცესზე აჩვენეს და განიხილეს ის ვიდეო ჩანაწერებიც, რაც გამოძიებამ ოკმელაშვილის წინააღმდეგ წარადგინა. შეგახსენებთ, პროკურატურის მტკიცებით 13 მაისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ადვოკატის თქმით, ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ ისინი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ. მხარეები სასამართლოში წარსდგებით დასკვნით სიტყვებით კიდევ ერთხელ შევაჯამებთ აღნიშნული საქმის გარემოებებს, იცით რომ არაერთი ცრუ მოწვე არის ამ საქმეზე წარმოდგენილი, პოლიციელებზეა საუბარი, ასევე ყალბიდასკვნებია გაცემული, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეფასდეს მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შემდეგ უკვე ადამიანის პროკურატურის სასამართლოს მიმართოთ შესაბამისი პრეტენზიით. ჩვენი საჭირო თავარი მოთხოვნა არის, რომ სასამართლომ დარღვეული უფლებები დადგენილად ცნოს თავის განაჩენში.